მოგესალმებით აპოლინე სამყაროში. ეს ძალიან გემრიელი რეცეპტი მოგცემთ და მოვამზადებ თურქულ ბაკლავას. მე შემოგთავაზებ ბაკლავას ფილოს ცომით, რომელსაც სახლში მოვამზადებ, აგრეთვე განახებთ თუ როგორ მოვამზადოთ ნაყიდი ცომისგან ბაკლავა. ბაკლავის მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს, მე კი შემოგთავაზებ ძალიან გემრიელ ვარიანტს, ვისაც მჭირდება ფქვილი, კვერცხი, ზეთი, მაწონი, ძმარი, რძე, ციკვი მარილი. ბაკლავას გჭირდება აგრეთვე ვაჟინი, რისთვისაც საჭიროა შაქარი, წყალი, ლიმონი და მე აგრეთვე მაქვს ვარდის წყალი. კლასიკური ბაკლავა მზადება ფუსტუღის თხილით, ეს არის ფისტაშკანო პისტაცია და აგრეთვე ნიგოზი. აგრეთვე ცომის მოსამზადებლად მჭირდება გამაფხვიერებელი, რომელიც რეცეპტში გამომჩა და ახლა დავუმატებ გამაფხვიერებელს ფქვილს, შემდეგ დავუმატებ რძეს, დავუმატებ მაწონს, მოვაყრე მარილს, შემდეგ კვერცხს დავუმატებთ, ძმარი და ბოლოს ზეთით მოვზელთ ცომს. ცომის მოძებნას სჭირდება ცოტათი დრო, შეგიძლიათ აგრეთვე ცომი კომბაინშიც მოძილოთ, მაგრამ მე მინდა გაჩვენოთ, რომ ყველანაირი ტექნოლოგიის გარეშე შეიძლება და არის შესაძლებელი ბაკლავის მომზადება. ბაკლავის ცომი არ უნდა იყოს რბილი, არამედ ცოტა მყარი. შემდეგ მივცემ გვალ ფორმას და გადავაფარებ სამზარეულოს ნესტიან ტილოს, რომ არ გამოშრეს და გავაჩერებ დაახლოებით 30 წუთი. სანამ ცომი ისვენებს, მოვამზადებ ვაჟინს, რისთვისაც შაქარს და წყალს მოვათავსებ ქვაფში, შემდეგ დავუმატებ 1 ლიმონის წვენს და დავუმატე აგრეთვე დაჭრილი ლიმონიც, შემდეგ დავუმატებ ვარდის წყალს და ვადუღებ დაახლოებით 30 წუთი. როდესაც ვაჟინი მზად იქნება, გადაძგით გვერდზე და გააციეთ, რადგან შემდეგ ცხელ ბაკლავას უნდა მოვასხათ ცივი ვაჟინი. ხევარი საათის შემდეგ ჩემი ცომი გახდა ძაღლად მორჩილი და ახლა გავყოფ მას სამ ნაწილად. იდეალურ ბაკლავას უნდა კონდეს დაახლოებით 50 ფირფიტა. მე კი გამოვაცხობ დღეს მხოლოდ 30 ფირფიტით, რისთვისაც ცომს გავყოფ ჯერ სამ ნაწილად. ხოლო შემდეგ გაყოფილ ცომს კიდე დავანაწევრებ 10 ნაწილად. ლიანობაში გამოვიდა 30 ნაწილი და შემდეგ ავწონე და ჩემთან თითო ნაწილი იწონდა დაახლოებით 30 გრამს. მე ბაკლავა გამოვაცხე საკმაოდ დიდ ფორმაში და ჩემთან, როგორც ნახეთ, თითოეული ცომის ნაწილი იწონდა 30 გრამს. თუ თქვენ საშუალო ან პატარა ფორმებში გამოაცხობთ, მაშინ განსაზღვროთ ცომი ისე, რომ თითოეული ნაწილი იწონდეს მხოლოდ 20 გრამს. ცომის გასაბრწყებლად ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტია სიმინდის სახამებელი. სიმინდის სახამებელს მოვაყრე სამუშაო დაფას და აგრეთვე მოვათავსებ თეფშზე, სადაც შემდეგ გაბრტყელებულ ცომს გადავიტან. თავიდან ცომი გავბრტყელებთ, ისე რომ მქონდეს დაახლოებით პატარა თეფშის ზომა. და შემდეგ გაბრტყელებული ცომი გადაიტანეთ თეფშზე, სადაც არის სიმინდის სახამებელი მოთავსებული. და ასე გავბრტყელეთ ცომის პირველი დაახლოებით 15 ნაწილი. და ყველა გაბრტყელებული ცომი შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე, მოვაყარეთ ისევ სიმინდის სახამებელი და დაალაგეთ ერთმანეთზე. თუ კი ბევრ სიმინდის სახამებელს მოვაყრით, ცომი ერთმანეთზე არ დაეწევება. შემდეგ გასაბრწყებლად მე გამოვიყენებ სპეციალურ ჯოგს, რომელსაც ქვია უკლავა. გადავახავ შემდეგ ცომს და დავისწრებ გაბრტყელებას, მაგრამ 15 ნაწილი იყო საკმაოდ ბევრი, ამიტომ მე გავყავი და ესე გავაბრტყელებ ცომს. და გაგრძელებ გაბრტყელება იქამდე, სანამ სასრულ ზომას არ მიიღებთ. ცომის ზომა განსაზღვროთ აგრეთვე გამოსაწყობი ფორმის მიხედვით.
აი როგორც ხედავთ, ასე გამოიყურება შემდეგ გაბრტყელებული ფილოს ცომი და მას სათითაოდ გადავიტან შემდეგ ცხიმწასმულ ფორმაზე. გაასწორეთ შესლების დაგვარად და შემდეგ მოათავსეთ უკვე ცომის მეორე ნაწილი, შეგიძლიათ 2-3 ფილოს ცომი ერთად მოათავსოთ. გაასწორეთ და შემდეგ ჩამოაჭრით გვერდები, ხოლო ჩამოჭრილი გვერდები კი მოალაგეთ ისევ შუა ნაწილზე. ხოლო შემდეგ მოვასხურებ გამბნარ კარაქს, რომელსაც დავამატე ზეთი. ასე გავიმეორებ იქამდე, სანამ ცომი არ დამთავრდება. ხოლო ბოლო ნაწილსაც მოვასხურებ შემდეგ კარაქს და მოვაყრე სრულად აბგუნი იყოს. შეგიძლიათ გამოიყენოთ აგრეთვე პისტაშკა, პისტაცია. შემდეგ გადავდგავ გვერდზე და გავაგრძელებ დარჩენილი 15 ნაწილის გაბრტყელებას. დავიმეორებ ზუსტად იგივე პროცესს, მაგრამ ახლა კი გაჩვენებთ, რომ შესაძლებელია აბსოლუტურად ჩვეულებრივ საგნებად ოქლავას გარეშე ცომის გაბრტყელება. ახლა კი გავაბრტყელებ ოქლავას გარეშე და გეტყვით, რომ ცომის ნაწილები არ მიეწებება ერთმანეთზე, რადგან ჩვენ გვაქვს ბევრი სიმინდის ახამებელი გამოყენებული. და ისევ სათითაოდ გადავიტან შემდეგ ფორმაში და მოვათავსებ ნიგოზის ზემოდან. ცომის გადატანა სპეციალური ჯოხის გარეშე შესაძლებელია ხელით. შემდეგ ისევ მოვასხურებ კარაქს და ასე გავაგრძელებ ბოლომდე. როგორც ხედავთ, ესეთი სიფრიფანა ფენები გამოდის. ხოლო სულ ზემოდან ნაწილი უნდა იყოს ცოტა დიდი, ვიდრე დანარჩენი ცომის ნაწილები, რადგან შემდეგ მას ჩაუკეცავთ გვერდებში. ბაკლავა დაჭერით მანამდე, სანამ გამოაწყობთ, რადგან შემდეგ საკმაოდ რთულია მისი დაჭრა. მე გავჭრი ჯერ ჯვარედინად და შემდეგ გავყოფ კიდევ ნაწილებს. ხოლო შემდეგ თითოეული ნაწილი დაჭერით ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. და ესეთი ლამაზი ფორმა მიიღო შემდეგ ჩვენმა ბაკლავამ. შემდეგ მე როგორც ხედავთ კარაქი გავადნე და ახლა შევეცდები რომ გადავწურო ისე რომ ეს თეთრი რძე არ გამოყოს. რადგან შემდეგ გამოწყობისას
არც თუ ისე ლამაზია და საკმაოდ მალე იწვის. შემდეგ მოვაცხე გამზადებულ ბაკლავას. ბაკლავა უნდა გამოაცხოს წინასწარ გაყურებულ ღუმაში 180 გრადუსზე დაახლოებით 40 წუთი. ახლა კი მოვამზადებ ბაკლავას ნაყიდი ფილოს ცომით, რომელიც შევძინე თურქულ მაღაზიაში. შეგიძლიათ აგრეთვე დიდ სუპერმარკეტებში შეიძინოთ. ახლა კი მოვამზადებ ბაკლავას ერთ-ერთ სახეობას, რომელსაც ქვია ბურმა და გამოვიყენებ ნიგოს და ქოქოსის ფანტელებს. როგორც ხედავთ, ესეთი ციფრიფანა ფირფიტები აქვს ნაყიდი ფილოს ცომს. შემდეგ მოვასხავ გამბნელ კარაქს ზეთით და მოვაყრი მსხვილად დაბქვილ ნიგოს. და ესე უკლავას დახმარებით გადავახო ორ ფირფიტას ერთად. ხოლო შემდეგ ორივე ხელის დახმარებით მივიტან შუა ადგილზე. შემდეგ გადავიტან გამოსაწყო ფორმაზე, რომელზეც არის ცხიმი წასმული. ახლა კი გავაგრძელებ ისევ. წავალს მოვისევ ცხიმს, შემდეგ მოვაყრე ქოქოსის ფანტელებს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან გემრიელია. და გადავახო და გავიმეორებ ზუსტად იგივე პროცესი. აკი მოვაყარე ცოტა პისტაცია და ნიგოზი ერთად. შემდეგ წავუსვი მოჩენილი ცხიმი და უნდა გამოაცხოთ წინასწარ გაყურებულ ღუმაში 180 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთი. ყველა ღუმელი ინდივიდუალურია. და ახლა კი ცხელ ბურმას მოვასხავ შემდეგ ცი ვაჟინს. შემდეგ დავჭრი ნაჭრებად. თემი ბაკლავა უკვე მზად არის და ცხელს მოვასხავ ვაჟინს. და ესე მარტივად მოვამზადებ ჩემი ოქროსფერი ბაკლავა. სადაც ძალიან ნათლად ჩანს თითოეული ფირფიტა. ახლა კი გავაფორმებ დაბქვილი პისტაციით. როგორც ხედავთ, შესაძლებელია ბაკლავას სახლში მომზადება. მოსინჯეთ, გამოაცხეთ და მე დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს დაგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფო ბოქსში.